ქორეოგრაფიული პერფორმანსი სახელწოდებით გზა სოხუმის დაცემის დღესა და ყველა იმ ადამიანს მიეძღვნა, ვინც 1993 წელს საკუთარი სახლი იძულებით დატოვა. პრემიერა სოხუმის თეატრის სცენაზე შედგა. ჭუბერის უღელტეხილის 250 კილომეტრიანი ურთულესი მარშრუტი, იგივე გოლგოთის გზა და მსახიობ ჯაბა ჯანაშიას ინტერვიუ ამ მარშრუტზე რეჟისორ კოტე ლიპარტელიანისთვის ინსპირაცია გახდა, რომელიც შემდგომ ITI ჯორჯიასა და სოხუმის თეატრთან ერთად განხორციელდა. წარმოდგენის პირველ ნაწილში წარმოდგენილი იყო არტისტების მსვლელობა თეატრამდე, რომელიც დარბაზის ეკრანზე ჯაბა ჯანაშიას ინტერვიუსთან ერთად პირდაპირ რეჟიმში მიმდინარეობდა. პერფორმანსის მეორე ნაწილში მოქმედება უკვე თეატრის სცენაზე გაგრძელდა. პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ. როცა სცენაზე შემოვედით ამ მსვლელობის შემდეგ, იმხელა ენერგია ტრიალებდა. იმხელა ტაში იყო უკვე ჩვენ შემოსვლაზე, რომ ფიქრობ, რომ პრემიერა მაინც შედგა და მე ალბათ უბრალოდ იმის არაფრის თქმა არ მინდოდა იმის გარდა, რომ რაღაცა წვლილი შემეტანა ამ ადამიანების თანაგრძნობაში და თანადგომაში, ვინც გაიარეს ამხელა ტკივილი. ჩემი პატარა ნაბიჯი გადამედგა, პატარა საფეხური ამეშენებინა მათ ამ მძიმე ტკივილის. ვიცი რომ ბევრი დევნილი იყო ეხლა დარბაზში და ბევრმა ნახა და მათთვის ალბათ ორმაგად ემოციური იქნებოდა. ამ სპექტაკლის ინსპირაცია ასე გამოვიდა, რომ აღმოჩნდა ჩემს მიერ მოთხრობილი ეს ამბავი, რომელიც ჩავწერე და ცხადია იქნა ყველაფერი ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი 13 დღე მოგვიწია წამოსვლა, მაგრამ რაღაცები რაც აარჩია რეჟისორმა ის გამოიყენა და შევეცდებით რომ მაყურებელს რაღაცნაირად ვანახოთ მოქმედებაშიც როგორია, როგორი იყო ეს გოლგოთას გზა და ისედაც ამბით მოუთხროთ ეკრანზე. ასეთი ორიგინალური გადაწყვეტა აქვს, ასე გადაწყვეტა ავტორმა კოტე ლიპარტელიანმა, რომელსაც კიდევ ერთხელ ვხვდი მადლობას, რომ ამ თემას ასე შეეხო